Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგზელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიურ თემების განხილვას და დღეს როგორც იცით არის პარასკევი და დადგა თორის საკვირაო თავი. Parashat Shavuot, ასე არის ებრაულად ესა, რომელსაც ქვია ბეხუკოტაი. ბეხუკოტაი ნიშნავს თუ ჩემი მცნებებით ივლით. თუ ჩემი წესებით ივლით. ესა ბუკვალ, თუ ჩემი წესებით ივლით. ეს არის ებრაული სახელწოდება, ამის არის ბეხუკოტაი. მაგრამ სანამ დავიწყებთ უშუალოდ ამ თავის განხილვას, მე მინდა მოგიწოდოთ ჩემ ყველა გამომწერს გთხოვთ მოიწონოთ, დააკომენტაროთ და გააზიაროთ ეს ვიდეო. რადგანაც რაც უფრო მეტი გაზიარება იქნება, რაც უფრო მეტი კომენტარი იქნება, YouTube-ის ალგორითმი ამას კიდევ უფრო და უფრო გაავრცელებს და გაავრცელებს ფართო მასებში და ფართო მასებს ეცოდინება სიმართლე და ჭეშმარიტება, რომელიც არის ბიბლიიდან წამოსული. ვისაც გაქვთ სურვილი ჩვენ გვერდში ფინანსურად დაგვიდგეთ, იცით რომ ყველა ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, შეგიძლიათ იქ გადმორიცხოთ თქვენი სასურველი თანხა. მაშასე დღევანდელი თორის საკვირაო თავი, რომელსაც ქვია ბეხუკოტაი, ანუ თუ ჩემი წესებით ივლით. ძალიან მნიშვნელოვანი თავია ჩემოკარგებო და აქ არის ორი დიდი იდეა გამოყოფილი ამ თავში. პირველი ეს არის დალოცვა, რომელსაც მოყვება წესების შესრულების შემდეგ და წევლა, რომელიც მოყვება წესების არ შესრულების შემდეგ. ძალიან ბევრ, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ჩემოკარგებო ღმერთის მცნებებზე და საერთოდ ძველი აღთქმის წესებზე, რომ იქ გონიათ რომ ებრაელები ამას იცავდნენ იმის გამო, რომ გადარჩენილიყვნენ და როცა არ იცავდნენ ებრაელები ღმერთია, ამიტომ მათ სჯიდა. არა, ჩემოკარგებო, თქვენ უნდა გესმოდოს ღმერთის კანონები როგორ მოქმედებს. ღმერთი არავის არასდროს არ სჯის. ღმერთმა შექმნა სამყარო, თქვენ უნდა იცოდეს ესეთი რამე. ღმერთმა შექმნა სამყარო. ეს სამყარო მოძრაობს გარკვეული კანონზომიერებით. თავისი კანონები, თავისი წესები და ბიბლია გვაცნობს ამ სამყაროს მოქმედების წესებს. მოძრაობის წესებს, თუ როგორ მუშაობს სამყარო. და ღმერთი ეუბნება ისრაელს, რადგანაც თქვენ ხართ ჩემი ერი, თქვენ შემონით აღთქმაში ჩემთან ერთად, მაშასადამე თქვენ ჩემი აღთქმა და ჩემთან აღთქმა მოიცავს გარკვეულ პირობებს, წესებს და ამ წესებს აღცნობს უფალი ღმერთი ებრაელებს და ნახეთ 26-ე თავში ძალიან საინტერესო რაღაც იწყება 26-ე თავი. და ამაზე მინდა გავამახვილოთ დღევანდელი ყურადღება. ეს არის ლევიტელთა 26-ე თავის პირველი მუხლი. არ გაიკეთო კერპი და გამოსახულებანი, ანუ იგივე ხატები. არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა. არ დადგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი მცნება, 10 მცნებიდან პირველი მცნება გვაცნობს რომ ღმერთია და მეორე არის ისო არ ყავდეს სხვა ღმერთები და ამ სხვა ღმერთებში მოიაზრება კერპებიც, ნახატებიც და 1000 გვარი კიდევ რაც წარმართულ იმდროინდელ სამყაროს ქონდა. მაშასადამე ჩვენ დღეს ვიცით რომ არ ვცხოვრობ წარმართულ ქვეყანაში, მაგრამ ეს კანონები და ეს ცნებები დღესაც აქტუალურია და ადამიანებმა ეს თაყვანის ცემა ტრანსფორმაცია განიცადა ამ ყველაფერმა და ადამიანმა ახალი რაღაცები გამოიგონეს რათა თაყვანი ესწათ. და ღმერთი არ ფრთხილებს ისრაელს, რომ ეს არ გააკეთოთო. ნახეთ ლევიტელთა 26-ე თავის 31, 32, 33 მუხლი. ნახეთ როგორი წყევლა არის ჩადებული, თუ ჩვენ არ გავიგონებთ უფლის ღმერთის ხმას, რომელიც გვაფრთხილებს, არ იქონიო კერპები. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ჩემოკარგებო, რომ თქვენ ამის გაისისხორცოთ ეს ყველაფერი. გავაუდაბურებთ თქვენს ქალაქებს, ავაუხრებთ თქვენს საწმინდარებს და არ ვიყნოსავთ თქვენს კეთილსურნელებას. ავაუხრებთ თქვენს ქვეყანას და განსვიფრდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები. გაგფანტავთ ხალხთა შორის და კვალ დაგედევნებათ მახვილი. გაუდაბურდება თქვენი ქვეყანა და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები. ეს სიტყვები წინასწარმეტყველად ახდა ისრაელის ქვეყანაზე შემოკარგებო, ისრაელის ერზე, როდესაც ისრაელი ორჯერ იყო დევნაში. პირველი ეს ბაბილონის გადასახლებაში, როდესაც მოხდა, შემდეგ უკვე რომმა როდესაც დაანგრია და დააქცია ისრაელი.
2000 წლის მანძილზე ებრაელებს არ ქონდათ უფლება თავიანთ მიწაზე მისულიყო და დასახლებულიყვნენ. 2000 წლის მანძილზე, მაგრამ მაინც დაბრუნდა. ეს ღმერთის ასწაული იყო და ღმერთის დაპირება იყო ისრაელის ერზე, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან ისრაელში. მაგრამ ეს ისრაელს, მაგრამ ჩვენ დღევანდელ მორწმუნეებს ჩვენ როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ? ჩემო კარგებო, ეს კანონები დღესაც მუშაობს, სულიერი პრინციპები აქვს ამ კანონს. პირველი კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ გავიკეთოთ კერპი და არც მოხატულობა, არც რაიმე ხატი, არც თაყვანი, პირდაპირ მიგვითითებს, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა უნდა იყოს ღმერთი. და ღმერთმა ერთადერთი გზა თავისი ნების გადასაცემად დაგვიტოვა წმინდა წერილი. ერთადერთი გზა წმინდა წერილი. ეკლესია არის ინსტრუმენტი ამ წმინდა წერილის გადაცემის. ძალიან კარგად დავაკვირდე რასაც ვთქვი. ეკლესია არის ამ წმინდა წერილის გადაცემის ინსტრუმენტი. ეკლესია არ არის სათაყვანებელი. არც წმინდა წერილია სათაყვანებელი. წმინდა წერილი არის ინსტრუქცია გავიგოთ რა სიტყვის ღმერთი ჩვენგან და რა კანონებითაა მოწყობილი ეს სამყარო. ძალიან ცნობილმა მწერალმა, ებრაელმა რაბინმა ესეთი სამი თეზისი ჩამოაყალიბა. რა მიუთითებს ერის წყევლაზე და თუ როგორ შეიძლება გავიგოთ რომ ერი დაწყევლილია. პირველი, ერი წყევლაში ხდება, როდესაც ერი არის კეფთაყვანის სემლობაში. კეფთაყვანის სემლობა იწვევს სასამართლოს გაუკუღმართებას, სამართალის გაუკუღმართება ხდება. ქვეყანაში აღარ არსებობს სამართალი. სამართალს ვეღარ მართავს ქვეყანა სამართალი აღარ მართავს. ანუ სამართლიანობა აღარ არის. ფული შეგიძლია მოსამართლე იყიდო, ან მეფეს თუ მოუნდება მოსამართლეს ეთქვის ეს განაჩენი მინდა, ეს ადამიანი დაიჭირე, ეს ადამიანი დახურდე, ეს ადამიანი ჩამოახშე, ეს ადამიანი გააძევე ქვეყნიდან. ეს არის ის, როდესაც ფული და ძალაუფლება წყვიტავს რა არის მართალი და რა არის ჭეშმარიტება. ეს მოყვება ყოველთვის კეფთაყვანის მსახურებას. კეფთაყვანის მსახურება ეს არის ის მსახურება, როდესაც აქცენტი არა ღმერთზეა და ჩვენ ვთქვით, რომ სამართლიანობა ღმერთიდან გამომდინარეობს, აქცენტი პოლუსები იცვლება და პოლუსი მინდის ადამიანისაკენ, ადამიანების გამოსახულებისაკენ, ადამიანის ხატებზე და ადამიანის გაკერპებაზე. ამ დროს ხდება ეს სამართლის აღრევა. სამართლიანობის აღრევა და სამართლიანობის გამრუდება იწვევს ქვეყანაში სიღარიბეს, გაღადაკებას. ჩვენ ამას ისრაელის ისტორიაში ვხედავთ, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. გაღადაკებული ქვეყანა იწვევს მიგრაციას, ქვეყნიდან ხალხის გადინებას და ქვეყნის დაცარიელებას იწვევს. ხედავთ როგორ არის ყველაფერი მინდული. ჩემო კარგებო, მე მინდა დღეს დაგისვათ ერთ-ერთი შეკითხვა. ვინ მართავს თქვენს გონებას დღეს? ღმერთის სიტყვა თუ ის გაკერპებული ხალხი, ის ავტორიტეტული ხალხი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ და ჩაანაცვლეთ ღმერთის ნაცვლად. ღმერთის სიტყვის ნაცვლად, რომლებიც ჩაანაცვლეთ თქვენ. თუ გახედავთ, კარგად პასუხსაც ადვილად დაინახავთ. ის რაც დღეს ხდება, ყველაფერი არის კერპსახურების ბრალი. კიდევ ერთი მარტივი მაგალითს გეტყვით. არც ერთი პროტესტანტული ქვეყანა არ არის ღარიბი ქვეყანა დღესდღეობით მსოფლიოში. ყოველთვის ღარიბი ქვეყანები ეს არის ორთოდოქსალური რწმენის მიმდევრები. ავიღოთ მართლმადიდებლობა, ავიღოთ კათოლიციზმი. შეიძლება მითხრათ კათოლიციზმი საფრანგეთი ხო კარგათაა, ესპანეთი ხო კარგათაა. კი, გეთახმებით კარგათაა, მაგრამ კათოლიციზმის ის ძალაუფლება და ის გავლენა არ აქვს ამ სამყაროში, როგორც ისეთი გავლენა აქვს ამერიკის განვითარებად ქვეყნებში. კოლუმბია აიღე, ვენესუელა აიღე, ეკვადორი აიღე. ისინი ყველა ჩამორჩენილი ქვეყნები არიან. რადგანაც იქ კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს. ასევე მართლმადიდებლური ქვეყნები ავიღოთ, რუსეთი ავიღოთ, ბელორუსია ავიღოთ, საქართველო ავიღოთ. მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს ამ ქვეყნებში.
და ისინი აკონტროლებენ ხალხის გვეცნობიერებას. ჩემოკარგებო, ბეხუკოტა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თავია, ჩემოკარგებო და გვაცნობს ღმერთის მცნებებს, ღმერთის სამყაროს მოქმედების მცნებებს და ეს სამყაროს მცნებები, კანონები იწყება ასე, პირველივე კანონი იწყება ასე, რომ არ გაიკეთო კერპიო. არ გაიკეთო კერპები და გამოსახულებანი. არ აღმართო სვეტები და მოხატული ქვა. არ დაედგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად. რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი. გახსოვდეთ ყოველთვის ეს მეგობრებო. დღეს ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, პირდაპირ პროპორციულია ერის კერპსახურებაში ჩავალდეს. ამიტომ გვაქვს ჩვენ გამრუდებული სასამართლო, ამიტომ გვაქვს ჩვენ ამხელა იმიგრაცია და ქვეყანა მალე დაცარიელდება, სამწუხაროდ ეს ასე იქნება. მაშასე, მე მოგიწოდებთ იკითხოთ ბიბლია, დაუბრუნდეთ ღმერთის სიტყვას და შეისწავლოთ თქვენ. არ ჭირდებათ მღვდელი, არ ჭირდებათ რაბინი, არ ჭირდებათ მოლა, რომ იმაც ეს განგიმართოთ. ღმერთის სიტყვა არის ძალიან კაფიოთ და ადვილად გასაგები. ღმერთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანს გასაგებ ენაზე მივხვდარიყო, რა უნდა ღმერთს მისგან. ჩემოკარგებო, ლიტურგია ვერ გადაგარჩენთ თქვენ. ლიტურგია ვერ შეცვლის თქვენ შინაგან სამყაროს. ლიტურგია ვერ შეცვლის თქვენ მავნეჩვევებს, რომლებიც თქვენ გააქვთ. ლიტურგია არ ცვლის არაფერს. და ყველაზე მეტი, ლიტურგია არ ჭირდება ღმერთს. უკვე 2000 წელია ლიტურგია ღმერთს არ ჭირდება. წაიკითხეთ ახალი აღთქმა, გირჩევთ. მაშასე, ვიყურეთ ჩვენ, გაგრძელება იქნება.